მოდით აი ესე გავაკეთოთ ერთი წუთით დავივიწყოთ ჩვენი ჰუმანიზმი ის რო გულები გვისკდება და არ ვიცი რა ესე კი ზვარზე ვართ აი ამ რაღაც მორალური კრახის და რაღაცის რაც ომებს მოაქვს და ამ უკრაინა რუსეთს ომს და ამ რაღაცა ისრაელის ამბებს და ამ საქართველოს ამბებს და ნუ ყველაფერს ამ დავიწყოთ ერთ წუთით დავინახოთ როგორც სპექტაკლი რა რომ აი გაარჩიო რა სპექტაკლი ხო ესე ნუ ყველაზე მაღალი დონის პოლიტიკოსები თქვა მაგას ცდილობენ გააკეთონ და ნუ ყველაზე მაღალი დონის ფილოსოფოსი ესე კი ამოდის აქედან და ყველაზე დიდ დასკვნებს აკეთებს ხო აი თუ დაინახავ სპექტაკლები თქვა აი ამას რაც ხდება გარშემო ხო ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეთოდი რომ შეძლო ესე კი ცივი გონებით გაანალიზო და მიხვდე რა ხდება და როგორ ფუნქციონირებს. აი ჩვენ პატარა ჩვენი ტვინებით მოდი შევეცადოთ ეგ გავაკეთოთ, ხო? ესე იგი ეხლა რაც მოხდა, ისეთი საინტერესოა თავისთავად რა, რომ აი რაღაცა მაგარი ფილმი გონია რა. ესე იგი სიტუაცია ესეთია რა, რომ ნუ ჩვენ ვიცით ყველამ ესე იგი რომ პუტინს ეგონა რომ ესე იგი სამდღეში კიევში იქნებოდა, ან ისეთივე ადვილი იქნებოდა ეს ანექსია უკრაინის როგორც გააკეთა ყირიმში და ესე იგი რაღაც ორ კვირაში რომ მოითავა ვითომ რეფერენდუმით ყველაფერი და აითვისა ყირიმი და დასავლეთმა დიდი არაფერი რაღაც სანქციები და ელემენტარული და მაგაზე გაცავდა. ნუ ეგონა რომ აქაც იგივე გამოუვიდო და ნუ პრინციპში ეგრეც იყო, იმიტომ რომ დასავლეთმა უკან დაიხია ეგრევე იფიქრეს რომ ამას რაღაცის მეორე ჯარი ყავს სოფლიოში ყველაზე მაგარი და ისე და მოკლედ ეგრევე თავაზობდნენ გაქცევას ზელენსკის და რაღაცა, მაგრამ ზელენსკი დარჩა, უკრაინამ ესე იგი შეძლო გაძლება, დაიხია უკან რუსეთმა და გაეხვა შარში, ესე იგი მაგარში ჩვენი პუტინა. ხო და შარირაში მდგომარეობდა რომ ესე იგი უნდა რაღაცნაირად პირი მოიწმინდოს ხო რუსეთის წინაშე ესე იგი გაეხვა მაგარ შარში ხო ესე იგი ამდენი ხალხი იღუპება ახალგაზრდა ხალხი იღუპება რაღაცა ფართხალებს აქედან იქიდან ხან კრიმინალები გაანთავისუფლა ხან კორეელები შემოიყვანა მოკლედ ისე დღეშია ჭკუაძე არ არის და მოუწია მთელი ეკონომიკის ესე იგი გადაწყობა ამ სანქციების ქვეშ ესე იგი უნდა არ უნდა ჭკუაძე არ არის ითხოვს ამ სანქციებისგან განთავისუფლებას ხო ესე იგი, მოკლედ ძალიან ცუდ დღეში გაეხვა, მაგრამ მთელი ეს ცუდ დღეში გახვევა არის რა, ეს არის ეგოს ამბავი რა, ეს არის პუტინის ეგოს ამბავი, იმიტომ რომ ესე იგი, ნუ ეგრო გამოსულიყო და ეთქვა დიდი ბოდიში რაღაცა გავმაზე მორჩა მაგისი ყველაფერი, ხო, ცხოვრება მაგისი მთავრდება, შეიძლება დაეჭირათ და დაეხრიტათ კიდევაც და რაღაცა ეგეთი რამე როგორ გააკეთე, ამიტომ აწვევა რქებით ბოლომდე. ლამის საყაროს გადაწყობა მოინდომა, რომ ესე იგი, აი ის რა, რაც პრინციპში ეს იყო რაღაც მეორე პლანზე, რომ სამყარო უნდა აღარ იყოს ესეთი დუალური და არ იყოს ესეთი პოლარული და რაღაცა და ესე იგი მრავალ ქვეყანას უნდა კონდეს განაწილებული ეს ძალები და ესე იგი დემოკრატიული იყოს ამ გაგებით და რაღაცა რომ ეს პოლარულობა გათავდეს და მოკლედ ესეთი ჰეგემონია ამერიკელებს არ ქონდეთ მოკლედ აი რაღაცა ესეთი ის რა დარეკილი ესე იგი რიტორიკის ის იყო აგორებული რა და ეგ აგორა რომ ესე იგი რაღაცა სხვა ხოდები ეპოვა და თქვათ გაეჩინა ვიღაცები როგორც არის ჩინეთი როგორც არის თქვათ კორეა ვიღაცა ირანი რომ რაღაც კოალიციასავით გაეკეთებინათ საიდანაც ნუ ამ იმას დასავლეთს გაუძლებდა და მაგათ დახმარებას გადაძლებდა ხო ეგ ძალიან დიდ შარში გაეხვა მაგრამ პირველი და უმთავრესი იყო ის რომ ესე იგი მორალურად რა რომ აგრესორია რომ ესე იგი დამპყრობია იმპერიალისტია და არის სადისტი და ნუ რაღაც ხო რეებით ჩაიდინა ბუჩა რა მოკლედ საშინელია ეს პოლიტიკური მორალური იმეჯი რომელიც არის პუტინზე და ესე იგი როგორც არსებაც ჩანაგდება და ნუ რუსეთი თავისთავად რომ ესე იგი ამას უკან ედგა და რაღაცა და არის აი ესეთი ყველაზე უზნეო სიტუაციაში გახვეული რა და ესე იგი აი ამასთან პარალელურად ესე იგი არ ვიცი ეს არის ან გენიალური იდეა ან თავისთავად მოხდა ან ღმერთმა ეხლა ახალი რაღაცა ხოდები გააკეთა ახალი ძრები გააკეთა ისეთი რომ რა ძალიან უცნაურად წავიდა ყველაფერი იმიტომ რომ ესე იგი პირველი ეს იდეა თავში მოვიდა ზელენსკის ესე იგი ნუ ცნობილია და ყველა ამბობს ამას რა ეს მინერალების შესთავაზა ესე იგი იმას ამერიკას იმას რომ გაეგრძელებინათ გაცვლასავით რომ გაეგრძელებინათ თეთრი ამერიკას გაეგრძელებინა დახმარება შეიარაღებაში და რაღაც
მაგრამ ეს მინერალების ამბავი ესეთ პატარა იმაზე არ დარჩა რა, ეს უკვე აგორდა ისე და ისეთი რეკლამა გაუკეთა ამ ამბავს ტრამპმა და ისე შემოატრიალა და ისეთი რაღაცა დისკურსები ჩართო შიგნით, ესეთი გაჩანაგების თქვა იგივე თვითონ ზელინსკის ის უკრაინის როლი ომში უცბად დააბრალა ომი უკრაინას მოხსნა აი ეს რაღაცა სტიგმა პუტინს რო არის სადისტი, აგრესორი რაღაც, ნუ პოლიტიკაში როგორც ხდება რა, ყველაფერი რელატიურია, ყველაფერი ტყუილია და გინდა ასე თქვი, გინდა ისე თქვი, რასაც ესე იგი შემოიტანდა დისკურსი დაამკვიდრებ, ის იქნება ჭეშმარიტება, ხო? ესე შემოიტანა ეს ყველაფერი და უცბად შეატრიალა საქმეები და გააბალანსა. ესე იგი, იმითი რომ ეხლა ამას ეძახის, თქვა, უზურპატორს, ესე იგი, ძალაუფლების ზელინსკის და უკრაინის დაწყებულია ომიო და რაღაც ეგეთები თქვა და ესე იგი გაანეიტრალა ეს მორალური ფონი. ესე იგი ფაქტიურად მოხსნა აი ეს უზარმა ყველაზე მძიმე ტვირთი რაც ჰქონდა ესე იგი ზურგზე აკიდებული პუტინს და თამაშიდან ვერ გამოდიოდა. აი ეგ მოხსნა. გამიგეთ, ესე იგი ეხლა თამაშიდან გამოსვლის შანსი არის, იმიტომ რომ ყველაფერი გადავიდა კომერციის ტერიტორიაზე, ეგ მორალური ტერიტორია გაქრა. ბაიდენის დროს ეს იყო უმძიმესი მორალური, ესე იგი პირდაპირ ეძახდა რომ უკვლელია, პირდაპირ აგრესორია, რომ ეს არის აი ეს იმპერიალიზმის თქვათ ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი მაგალითი რაც გააკეთა, ხო? ესე იგი აი ეს ყველაფერი მოიხსნა. ესე იგი შეუმსუბუქდა გული, სული, სუნთქვა ყველაფერი პუტინს. ესე იგი აღარ არის აი ეს პრესი მასზე, რო არის ჯალათი, რო არის საშინელი, რო რაღაცა და გადავიდა კომერციულზე, სადაც რაღაცა შეთანხმებების ხარჯზე იმისი იქ უკრაინასთან იქ რუსეთი დათანხმდება რაღაცა ამ შეთანხმებების მიიღებს ამას როგორც ფაქტს, რაღაცა ისე აქ უკვე აღარ არის რომ ვიღაცამ წააგო ერთ მნიშვნელოვნად დაადეს მას აი ეს რაღაცა ესეთი ის ნიშანი, ესეთი სტიგმა, რომ ეს არის წაგებული, რომ ეს არის აი რაღაცა ეგეთი სადისტი და საშინელი დამპყრობი და ის, მოკლედ აი ეს გაიწმინდა ეს ტერიტორია და ტერიტორია მორალური, ეთიკური რაღაცა იმი და გადაინაცვლა ესე იგი სავაჭრო ტერიტორიაზე. და სავაჭრო ტერიტორიაზე იქ ეგეთი მორალური იმპერატივები არ ტრიალებს, რომ ვიღაცა გაჩანაგდეს, გააფუჭო რაღაცა, მოკლედ ყველაფერი გახდა, როგორც იტყვენ, mild, დარბილებული და ესე იგი გახდა შესაძლებელი შიგნით ოპერირება რა, იმიტომ რომ ეს არ არის აი ეს სტიგმატიკის ტერიტორია, სადაც სტიგმები კეთდება და სტიგმები არის ყველაფერი, რაც ეგოს უხევს და მე ვეღარ გამოდიხარ თამაშიდან. მოკლედ ძალიან საინტერესო რაღაც უცნაური ესე იგი ესეთი მიმართულება მიიღო ამ ყველაფერმა და ესე იგი არც კი წარმომიდგენია, რომ ესე იგი ეს გააზრებულად გაეკეთებინა ვთქვათ, ან ესე იგი ზელინსკის, რომელმაც დაძრა ეს იდეა მინერალების და არც ტრამპმა, რომელმაც ააგორა ასეთი დისკურსი და გადაიყვანა ეს ტერიტორია ესე იგი ომის და მორალის და რაღაცა ისეთი აი ეს იმპერატივის რა მორალური გადაიტანა უცბად სავაჭრო სიტუაციაზე, რაც ნუ გასაკვირველია, ბევრად უფრო ისეთი ფაქიზი და ისეთი დარბილებული სიტუაცია, სადაც შეიძლება რომ სერიოზულად რაღაცები გაიგე ესე იგი გამოსწორდეს და ტკივნეული რაღაც მომენტების გარეშე. ეხლა ნახოთ როგორ განვითარდება ეს, მაგრამ აი ეს ამხელა ესე იგი შეცვლა, რომ აი ეს პოლიტიკური ტერიტორიიდან გადავიდეთ სავაჭროზე, აი ეს არის გრანდიოზული შეცვლა და აქ იქნება უკვე ესე იგი შესაძლებლობები ბევრი რაღაც ესეთი დინამიკის და ბევრი პლასტიურობის და ნახოთ ესე იგი აქედან რა გამოვა. ესე იგი შესაძლოა რომ მართლა რაღაცა მოლაპარაკებები ბევრად უფრო რბილი და ბევრად უფრო პლასტიური გახდეს. რა ნახოთ რა მოკლედ, მაგრამ ეს საოცრება იყო რა, ესე იგი ასე შეუცვალო ხასიათი. და ფაქტიურად ბუნების შეცვლა შეუძლებელია, ხო, მაგრამ დისკურსს რო ცვლი, ჭეშმარიტების ჭრილი იცვლება, ხედვა კუთხის იცვლება და ესე იგი ომი მთავრდება ეს ბოროტების და იმის დაპირისპირება, სიკეთის დაპირისპირება და ესე იგი რასაც დევიდა ეძახის ესე იგი დიფერენცა, აი შეიძლება უკვე შეხვიდე აი ამ
სხვაობების ამ ფაქის სხვაობების ტერიტორიაზე, სადაც შესაძლებელია რომ თქვათ ესე ითამაშო უკვე კვლავ ჭადრაკი რა შიგნით. აი ძალიან საინტერესოა რაც მოხდა რა და ესეთი პოზიციიდან დანახვის შემდეგ ეს ხდება რაღაცა ისეთი რა საინტერესო სპექტაკლი ვით უკვე. ნუ ვამბობ რომ ეს იგი მორალური მხარე უნდა გადავდოთ გვერდზე თუ მინდა ეგრე დავინახოთ და ის მხარე რომ ჩვენ გულები დაგვიგლიჯა კაია რომ ცოტა ხანი შესვენება გავაკეთოთ და სხვა მზერით შევხედოთ ამას ყველაფერს.